ხელოვნური ინტელექტი უკვე კიბოს ისეთ უჯრედებს პოულობს, რომლებსაც ექიმები ვერ ხედავენ. ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტს მიაჰქვია, მან პილოტირება შოტლანდიაში გაიარა, სადაც 10,000-ზე მეტი ქალის მამოგრაფია გააანალიზა. წარმატებით ამოიცნო ყველა, ვისაც კიბო ჰქონდა და უფრო მეტიც. მიამ დიაგნოზი დაუსვა იმ 11 ქალს, რომელთა მამოგრაფიაშიც კიბოს უჯრედები ექიმებმა საერთოდ ვერ შენიშნეს, რადგან მათ სიმსივნის განვითარების ნაადრევი სტადია ჰქონდათ. ეს ისეთივეა, თითქოს გვერდით კოლეგა გყავდეს, ექიმი განსხვავებული მოსაზრებებით. მონაცემებს ჯერ ადამიანი კითხულობს, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტი. ის ამცირებს შედეგების მოლოდინის დროს 14 დღიდან 3 დღემდე. მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი სიმსივნის დიაგნოზს 4 წელში უკვე დამოუკიდებლად და ზუსტად დასვამს. ორეგანოს შტატში ყოველწლიური გოგრის კვირეული აღნიშნეს. ხელოვნურ ტბაზე კი გამოშიგნული გიგანტური გოგრებით ტრადიციული შეჯიბრება გაიმართა. გაცურვისთვის საჭირო ენერგიას მაყურებელი გაძლევს. განსაკუთრებით როცა მოსახვევთან მიაღწევ და დაღლილი ხარ, ისინი გამხნევებენ. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივებს ორეგანოს ზოოპარკის სპილოებისთვის საჩუქრად გოგრები მიაქვთ. ცხოველები გიგანტურ გოგრებს ფეხით ხეთქავენ და შიგ-თავს მიირთმევენ. საჩუქრის გარეშე არც ზოოპარკის ყველაზე პატარა სპილო დარჩა. სპლიყვმა ტულატუმ გოგრის გახეთქვა ვერ შეძლო, მაგრამ ფეხბურთი ითამაშა. Yves Klein, California. Yves Kleinis ნახატი კალიფორნია კრისტის აუქციონზე 18,400,000 ევროთ გაიყიდა. ეს კლაინის ნამუშევრის რეკორდული ფასია. კალიფორნია 4 მეტრის სიგანისა და თითქმის 2 მეტრის სიმაღლის ნახატია. ის მონოქრომულია და შესრულებულია ფერით, რომელიც ფრანგმა მხატვარმა სპეციალურად თავისი ნახატებისთვის შექმნა და დააპატენტა როგორც კლაინის ლურჯი. Yves Kleini 1962 წელს 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეკორდულ ფასად გაყიდული კალიფორნია მან სიკვდილამდე 1 წლით ადრე დახატა. 2 მილიონი წლის წინ ზარმაცები გიგანტურები იყვნენ, იწონიდნენ 4 ტონას და ამერიკის კონტინენტზე ცხოვრობდნენ. მიიჩნეოდა, რომ ისინი ამერიკაში ადამიანების გადასვლის შედეგად განადგურდნენ, მაგრამ ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა ეს თეორია თავდაყირა დააყენა. ახლა პალეონტოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე ბევრად უფრო ადრე გადავიდნენ და ისინი გიგანტურ ცხოველებთან ერთად ცხოვრობდნენ. ამას მოწმობს ბრაზილიაში აღმოჩენილი გიგანტური ზარმაცას ადამიანის მიერ დამუშავებული ძვლები. მათგან დამზადებული სამკაულები და მექსიკაში აღმოჩენილი ერთი და იმავე პერიოდის ადამიანისა და ზარმაცას ნაკვალევი. ეს არტეფაქტები 27,000 წლის წინანდელია, როცა მეცნიერება ამბობს, რომ ამერიკის კონტინენტზე ადამიანები 10,000 წლის წინ გადავიდნენ. ამით ეჭვქვეშ დგება გავრცელებული თეორია, რომ ადამიანები აფრიკის კონტინენტზე გაჩნდნენ, შემდეგ გადავიდნენ ევროპაში, აზიაში და ბოლოს ამერიკის კონტინენტზე. უზარმაზარი კითხვა თუ საიდან იწყება ადამიანის ცხოვრება ამერიკაში. ჩვენ ჯერ კიდევ დიდი დებატები გვაქვს ამაზე. მეცნიერები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან.